საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ამაობის ბაზარს ტაბულაზე, მე დათო პაიჭაძე ვარ, ჩვენი სტუმარია ზაალ ჩხეიძე, გამარჯობა. ზაალი გახლავთ მასწავლებელი, რედაქტორი, ესეისტი, პუბლიცისტი და თარგმნელი, ასევე ავტორი მოკლედ. მაგრამ მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო როგორც ჯერ მასწავლებელთან. იმიტომ რომ იშვიათია მასწავლებელი თან ახალგაზრდა, თან კაცი და თან სკოლაში. ამიტომ მოდი და თქვენ არ ხართ ის მასწავლებელი, რომელიც არ ჩანს, ხო? თქვენ ჩახართ მასწავლებელთა პროფესიულ და სპეციალურ გამოცემაში ხშირად აქვეყნებთ ხოლმე თქვენ წერილებს. მოგეთ მაგ სამყაროში არ ხართ უცხო ადამიანი, უცნობი ადამიანი და შესაბამისად გიცნობენ სხვებიც მასწავლებელთა პროფესიული ერთობის პროფესიული თემის მიღმაც. ამიტომაც რახანაც მე ბოდიშ ვითხავ ამ სიტყვისთვის, მაგრამ მათ გულწრფელად ირონიის გარეშე ვამბობ, ხართ შედარებით იშვიათი ეგზემპლარი. მინდა გკითხოთ როგორ მოხდით მანდა, როგორც ერთ ქართულ ფილმშია. ეს პრინციპში აქ მოხდი არც უცნაურად, ან შეუულებრივად უფრო საინტერესო იქნება როგორ დარჩით მათ. მოხდ რა ეს შემთხვევითობა შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მე ნუ შემთხვევითობა თქვა ჩათვალო ასეთად და ნუ დაანებო თავი. გააუქმოდ, შეეშვა იმას, რაც შემთხვევით მოხდა, მაგრამ თქვენ დარჩით. ხო, შეიძლება ითქვას, რომ ამ აზრით მე გამემართლა, იმიტომ რომ თავიდანვე აღმოჩნდი ისეთი ადამიანების გვერდით, სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი, თავარი მათგანი უბრალოდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებმაც მე როგორც მაშინ, თქვა, ძალიან ახალგაზრდა ადამიანს მომცეს ყველანაირი შანსი იმისა, რომ მეკეთებინა ჩემი საქმე ისე როგორც წარმომედგინა. და მასწავლებელობა ისეთი პროფესია, როცა გადის 3-4 წელი, მე საკმაოდ რთულია თავი დაანებო. იმიტომ რომ როცა თქვათ იანვარში ან დეკემბერში ან თებერვალში მოსწავლე გითხავს, რომ სექტემბრიდან ისევ ხო თქვენ გვეყოლებით, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთულად რომ მას იმედი გაუცრო. აი რატო რა იღვიძებს აქ? არ ვიცი რა არის ეს. მე თვითონ მოდი დავარქვათ ახლა. ეს არის რაღაცნაირად თავიდან ეს არის უბრალოდ სიყვარული ამ ძალიან პატარა და ხშირად კეთილი ადამიანების. მერე და მერე უბრალოდ ეს არის ერთგვარი გამოწვევა, სადაც შენ გექმნება ილუზია, რომ შეგიძლია რაღაცები შეცვალო. მათ ცხოვრებაში, პირველ რიგში, მათ აზროვნებაში, მათ სოფხედელობაში და როგორც კი საკმარისია, რომ ერთხელ მაინც გამოვიდეს ეს, რომ მერე გამუდმებით, ასე ვთქვათ, ხარ იმ მეორე დრო გამოგივა იმის ძიებაში. ეს ხშირად არ ხდება, ძალიან შედარებით იშვიათად, რო ვისურვებდი, იმაზე უფრო იშვიათად ხდება, მაგრამ თქვათ, როგორ გითხრათ, როდესაც თქვათ 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ გაგიმართლებს ის ერთი გამართლება, მერე 1-3 წელი ყოფნის. სურვილი შეცვალო, ამბობ თქვენ და ხანდახან იშვიათად გამოგდით ამას ამბობთ. აი ეს სურვილი, ცდელობა, წარმატებული მცდელობა შეცვალო რაღაც ადამიანში, შეცვალო თვითონ ადამიანი. ეს ხო არ არის წილნაყარი ადამიანზე ძალაუფლების განხორციელების სურვილთან, რომ თქვენ, როგორც მასწავლებელს, მე მიფიქრე ამ მასწავლებლის პროფესიაზე და რაც მისულა დასკვნამდე, რომ ბევრ მასწავლებელს, ბევრს ძალიან, შეიძლება სკოლაში აჩერებდეს სწორედ ეს. პატარა მასშტაბში, მაგრამ ძალაუფლების ვნება, რომელსაც ეს ახორციელებს. არ ვიცი, ძინმაზე არ ამგონია, რომ ჩემ შემთხვევაში ეს ძალაუფლებას გამოიხატება გავლენაში, ასე ამბობთ. უბრალოდ ეს არის, როგორ გითხრათ, სიხარულის ძალიან სპეციფიური ფორმა. აი მაგალითად, დღეს დილით, როცა მე მქონდა გაკვეთილები, როდესაც ჩემო მერვე კლასელებმა ხელოვნებაზე დასმული 25 კითხვიდან 18-ს უპასუხეს და გამოიცნეს, თქვათ, მატისის ნახატი გამოიცნეს, იქამდე უნახავი ნახატი. ანუ 13 წლისები. ხო, გამოიცნეს, თქვათ, ბრუნილესკის ნახატი, გამოიცნეს ვერმეერის ნახატი, ეს რაღაც ისეთი არა, რო იცი, რომ სექტემბერში შენთან მოვიდა და ვერმეერს საერთოდ ვერ ამბობდა.
და დღეს რო აჩვენებს სურათს და ის რო გეუბნება ქართულს ასწავლებ. ხო, ესე გამოვიდა რომ ამ წუთას ორივეს ვასწავლე. ეს სულ სხვა რამეა რა, როცა იცი რომ ის ბავშვი როდისმე რო წავა ყოველთვის წაყვება რაღაც რასაც შენ გაატან. კარგი. მოდი ვთქვათ რას უწოდებ მარცხს პროფესიაში? მარცხი არის, როდესაც ჩემს შემთხვევაში მარცხი არის, როდესაც მე ვერ ვასწავლე ადამიანს თავისუფალი აზროვნება. რატომ არის ეს შენი მარცხი, ეს შეიძლება მისი მარცხი იყოს? არა, მისი მარცხი რასაკვირველი არის, მაგრამ ნუ ის ნაკლებად აცნობიერებს ხოლმე როგორც წესი ამას. ამას ვაცნობიერებ მე და დაახლოებით წარმომიდგენია რა მინდა. თავისუფალი აზროვნება ისწავლება თუ შეიძლება ბიძგი მისცე ადამიანს ხოლმე ამის? მე ჯერა რო ისწავლება, იმიტომ რომ მქონია შემთხვევები, როდესაც ძალიან როგორ გითხრათ, უმძიმეს შემთხვევაშიც კი საბოლოოდ ეხა იმ ადამიანებს უკვე დამთავრებული აქვს სკოლა და უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორ ადამიანზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად არიან, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ჩემი პროდუქტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი უფრო წვნიანი გახდება, თუ ჩვენ გავაცოცხლებთ მსჯელობას ამბებით. ცხადი ადამიანების დაუსახელებლად, მიუნიშნებლად, შეიძლება მათ თვითონ ვერ ამოიცნონ თავი თქვენ საუბარში, მაგრამ სამგერთ ამბავი იქნება მშვენიერი ილუსტრაცია და ბიძგი ჩვენი მსმენელების და მაყურებლების აზროვნებისაც, რომ მიხვდეთ რა შეა საქმე. ეს მნიშვნელოვანია ცხადია, განუვითარო, დაეხმარო ადამიანს, განავითაროს აზროვნება და იაზროვნოს თავისუფლად. მოდი ესე ვთქვათ, სულაც არ ვართ შეთანხმებულები, ისინი, ვინც ახლა საუბრობთ, ანუ მე და თქვენ და მაყურებლები იმაზე, თუ რა არის თავისუფალი აზროვნება. თქვენ რას უწოდებთ ამას? თავისუფალი აზროვნება ჩემთვის არის დაახლოებით ესეთი რამ, რომ ადამიანს ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეეძლოს ნებისმიერ თემაზე დასვას თავისუფლად, ნებისმიერი კითხვა და ეყოს თავხედობა, ეძებოს პასუხი. და არ ეშინოდეს ეს კითხვა სულელური ხო არ არის? ტაბუების არა მხოლოდ სულელური ძალიან მარტივი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში, ძირითადი ასე ვთქვათ პრობლემა ამ შემთხვევაში არის ტაბუები, რომელსაც მათ ყველა მათგანს და ჩემთვის დიდად გასაოცრად რაც დრო გადის ეს ტაბუები უფრო და უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ თავიდან მე სკოლაში მივედი, ამ ხრივ არავითარი წინააღმდეგობა არ იყო. რომელი წელი? ეს იყო 2006. როცა პირველად, ასე ვთქვათ, გაკვეთილზე შევედი. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი არის გაცილებით უფრო მეტად გამზიარებელი და მორჩილი საზოგადოებაში არსებული ტაბუების. სულ ერთია ეს ტაბუები შეეხება რელიგიურ თემატიკას, პატრიოტულ თემატიკას, თუ ნებისმიერ სხვას. როგორ შეეხება? მოდი აღწეროთ, ხო? აი მაგალითად ტაბუ ნიშნავს, როგორც მე მესმის თქვენ ამბობთ, აი კითხვის დასმაც კი აკრძალულია. როდესაც კითხვის დასმაც კი აკრძალულია, როდესაც ნებისმიერი კითხვის. როდესაც კი ნებისმიერი კითხვის, როდესაც ნებისმიერი ტექსტი, მათ შორის განსაკუთრებით ჰაგეოგრაფიული ტექსტები, განსაკუთრებით თქვათ მე-19 საუკუნის ტექსტები, იმიტომ რომ მე-20-ში უკვე აღარ იძლევიან ტაბუების საშუალებას, მოქცეული არის მთლიანად ჩარჩოში. და ყველაფერს ერთი შეხედვით მათთვის, ხშირად მშობლებისთვისაც იმიტომ რომ მშობლები ხშირად უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენენ ხოლმე ვიდრე შვილები სკოლაში არის როგორ გითხრათ აი თეთრია შავი-შავია რა ხა მე-19 საუკუნის რომელი ტექსტი ნებისმიერი აი თქვათ ტაბუირებული იყოს და რანაირად აი მაგალითად შეიძლება ტაბუირებული იყოს ოთარანთ ქრივი ილია ჭავჭავაძის უბრალოდ რა ძალიან მარტივად ოდესაც შენ შედიხარ და რაღაცებს ძალიან სქემატურად ელაპარაკები, რომ ელია იყო დიდი მწერალი, ეს არის დიდებული მოთხრობა, რომ ეს არის გენიალური მისაბაძი ხალი და ასე შემდეგ. ეხლა რომელ კლასში ისწავლება? ეხლა ეს ისწავლება მე-11 კლასში ამ წუთას. შეიძლება თქვენ ეს იცოდეთ, მაგრამ რახან მაინც ოთარანთ ქრივს შეეხო საუბარი, თუ გინახავთ და გითხავთ დოდონა კიზერიას წერილი ოთარანთ. კი, როგორ არა? აკითხებთ ხოლმე სტუდენტებს კი არა მოსწავლეებს, არა. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ხშირად ამისთვის როგორ რაღაცა იცით აი ეს საკითხი თვითონ რაც იქ არის წამოჭრილი დამატებითი ტაბუა კიდევ.
სკოლის მოსწავლეებისათვის. ამიტომ ცოტა რთულია, გაცილებით უფრო იოლია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მათ წავაკითხო თქვა აკამორჩილაძის მოთხრობა მოგზაურობა კახეთში 1855 წელს. და რაღაცებს სხვანაირად შეიძლება ეს ხაუთანადგურს არ ეხება კაცი ადამიანს ეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ილიას შემოქმედებასთან დაკავშირებით ომში რომ მიდის ლუარსაბირო ბოლოს ომში მიდის კი. თქვათ მაგასთან დაკავშირებით შეიძლება ნიკოლ ორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი წააკითხო და იქ რაღაცა ისეთი დაანახო რაც გადაწონის, ან უბრალოდ კითხვები დაუსვა. ეს ადამიანები თავიდან ძალიან ისე მე ამიტომ ამბობ ხოლმე ჩემს კოლეგებთან სულ რომ და თვითონაც ყოველთვის უარს ვამბობ, ავიყვანო პირდაპირ მე-11 კლასი. თორე ჩემი ღრმა რწმენით ჯობია მიიყვანო მე-11 კლასამდე. ხო, მიიყვანო ან მე-10 კლასი აიყვანო ჯობია მოკლედ. იმიტომ რომ მე-10 კლასში სხვაობა ერთი წელი ესე ბევრს ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, ნიშნავს იმიტომ რომ პროგრამაა ესეთი. თუ კი შენ გინდა რომ მოსწავლის აზროვნების სისტემა შეცვალო და კითხვის დასმა ასწავლო, გაცილებით უფრო იოლია და გაცილებით უფრო ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს მასზე. თუ კი ამას ასწავლო, თქვა იგივე შუშანიკის წამების ან ვეფხისტყაოსნის გამოყენებით, იმიტომ რომ იქ ასე თქვა თვითონ ტექსტი ესეთი რომ სადაც გინდა იქ წახვალ. და მოიხსენებათ რეალისტური მწერლობა, ახლა ესე არ არის, სადაც გინდა იქ არ გაგიშვებს. ამიტომაც თავარი გარდატეხა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მოსწავლეში თუ ქართულზე როგორც საგანზე ვილაპარაკებთ, ალბათ მე-10 კლასში ხდება. მერე დანარჩენი არის მისი განვითარება. სამწუხაროდ დღეს პროგრამა როგორც ასეთი საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენთვის როგორც მასწავლებლებს. რის გამო? ქართულის პროგრამა. ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიახ. არსებობს სახელმწიფო შედგენის ნაწარმოებების ასე ვთქვათ, სახელმწიფოში მოთავსების რამდენიმე წესი. მე რომელი სკოლაც დავამთავრე არა, აი იმ დროს იყო ეგრეთ წოდებული, კი, საჯარო სკოლა. იმ დროს იყო ნუ ყველას ესე იყო განსაკუთრებული არაფერი არ ვამბობ, ეს იყო ისტორიზმის პრინციპი. ანუ როდესაც მოყვები მე-5 საუკუნიდან პირობითად და ესე თანმიმდევრულად სწავლობ ტექსტებს და ბოლოს ჩამოდიხარ თქვა კონსტანტინე გამსახურდიამდე გააღწიონამდე. მე ერთი პერიოდი დაახლოებით ეს იყო სწორედ 2006-2010 წლები დაახლოებით ესე საინტერესოდ შეიცვალა სახელმწიფო შედგენის პრინციპი და გახდა თემატური. მე ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ან ის სახელმწიფოები, ან იმის წინანდელი თქვა იდეალურთან ახლოს იყო, ან ასე შემდეგ, უბრალოდ ფაქტს აღნიშნავ. დღეს უკანასკნელი დაახლოებით 2 თუ 3 წელიწადია სკოლა ისევ დაუბრუნდა ისტორიზმის პრინციპს. როდესაც სწავლება მიდის ისტორიზმის პრინციპით, იქ ცოტა რთულია ყველა ტექსტით, ყველა ნაწარმოებით დაინტერესო და სახელმწიფოებიც ასეა. სახელმწიფოები ასეა, კი, ასეა შედგენილი დღეს. ანუ 14 წლის ბავშვი იწყებს აგეოგრაფიის სწავლას? ესე კი, მე-10 კლასში შეუულებრივად რომ დავიწყებ 15-ის. შუშანიკის წამებიდან ან ნინოს ცხოვრებიდან ახლა გააჩნია მასწავლებელი ვინ როგორ ირჩევს, ასე ვთქვათ, გავა ბოლოში შეუულებრივად დაამთავრებს გურამიშვილი თუ მოასწრო თუ არა და სულხან საბათი. სწორია. არ ვიცი, ეს ნიშნავს, რომ იყო რაღაცა ტიპის სწავლება, მე იყო ძიებების რაღაც რამდენიმე წელი და მე დაუბრუნდით ისევ იმას რაც იყო. მე სიმართლე რო გითხრათ, მერჩივნა როგორ გითხრათ, მოდი ესე ვთქვა, თემატური პრინციპით დაალაგება, გულისხმობს, რომ გამჭვალა ლიტერატურის სწავლებისა, ეს უკეთ ეხმარება, უბრალოდ ეს ეხმარება მოწაფეს უკეთ გაიგოს რა არის ლიტერატურა. ეს ეხმარება მასწავლებელს. მოსწავლეს არ ვიცი რამდენად ეხმარება, მაგრამ მასწავლებელს ნამდვილად ეხმარება, იმიტომ რომ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლე ყავდეს მუდმივად ტონუსში. რაც ძალიან რთულია, როცა თქვა 2 თვის განმავლობაში ან 3 თვის განმავლობაში შეიძლება მეტი შენ იძულებული ხარ შეხვიდე გაკვეთილზე და ასწავლო ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ხო? შეიძლება თავისთავად არაჩვეულებრივი მწერლები, მაგრამ თემატურად საკმაოდ შეზღუდული სივრცე ძალიან რთულია შეინარჩუნო ტონუსში მოსწავლე. უკიდურესად რთულია. როდესაც ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია სხვა, ასე ვთქვათ,
როგორ ქვია ამას, სხვა ტექსტებთან, როცა შენ შეგიძლია მოსწავლე ამოგზაურო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეალობაში, სხვადასხვა სტილში, სხვადასხვა სოფხედველობაში, ხო? მაგრამ იგივე თემას უტრიალოა რა, ეს მასწავლებლისთვის არის ძალიან იური. მე კიდე სწორედ ეგ ვიგულისხმე, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ შეიძლება სწორედ ეგ სხვადასხვა ტექსტებში მოგზაურობა და საერთო მოტივების თუ თემების აღმოჩენა ბავშვისგან შეიძლება მას უფრო აყვარებდეს. რა თქმა უნდა, კი, ანუ მასწავლებლებს უფრო იულია, ასე შეაყვარო. მე იმიტომ გეუბნებით, რომ არც თილ ხართ მასწავლებლები, ეს უკვე სხვა საკითხს ვეხებით ახლა, მაგრამ სკოლას ისევ დაუბრუნდებით. არც თილ ხართ მასწავლებლები მიგეწვდინათ ხმა, მოსაზრებები იმათვის, ვინც აწესებს ლიტერატურის სწავლების სტანდარტს ქვეყანაში. არც როცა თემატურად შეცვალეს, მაშინ არ უკითხავს არავის არაფერი და არც როცა უღმა შეცვალეს, არც მაშინ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჩვენ რეალობაში, მე არ მიგვერს ყოველ შემთხვევაში რა. უფრო მეტიც, თქვათ, იგივე პროგრამის შედგენის და ცვლილების საკითხებსაც კი მასწავლებლების დიდი უმრავლესობისთვის საკმაოდ ბუნდოვანია ვინ ადგენს. იმიტომ რომ ლამის ყოველ წელს იცვლება პროგრამის შემადგენლობა. და უფრო მეტიც იყო წლები, თქვათ, როდესაც მისაღები გამოსდის პროგრამა, ლამის 10 ტექსტიც ცდებოდა სკოლის ჩვეულებრივ პროგრამას. არ ემთხვეოდა უბრალოდ რა. აი ბოლოს წელიწად ნახევრის წინ კიდე შეიცვალა პროგრამა, მართალია ერთი შეხედვით არც ისე სერიოზულად, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვნად. და არა შემთხვევითად. და აი რა გითხრათ, აი ქვედა კლასებში ხა წელს მაგალითად ქვედა კლასები მყავს, მე-8, მე-9 კლასებიც მყავს. და იქ კიდე უფრო რთული სიტუაცია. უბრალოდ როგორ რაღაცა იცით ხა მე-10 კლასში გასაგებია რომ ბავშვი სკოლან მე-11-ში რომ მოსწავლე მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია და მასწავლებლებს უკვე აღარ ენდობა, რაც ყველაზე უკეთესი თვისება მოსწავლის საერთოდ ჩემი აზრით. საინტერესო რომ ეს ამბობდა. აღარ ენდობა რაში? აღარ ენდობა, ანუ აღარ უჯერებს. არა, აღარ უჯერებს უბრალოდ. მე-8 კლასში ძირითადად ესეა რომ რასაც და ამიტომ არ რთული, რასაც შენ ეუბნები, მას ჯერა. და მთელი რიგი მაქინაციებია საჭირო გასაკეთებელი, რომ მას შენი აღარ ჯეროდეს. უბრალოდ მე-8 კლასში ეს შეუძლებელია. მე-10 კლასში შეიძლება თქვა მაგალითად ესე რომ სპეციალურად საგანგებოდ დაუშვა შეცდომები შენ თვითონ მასწავლებელმა, რომელსაც შენ იცი რომ შეცდომაა და ისიც იცი რომ მოსწავლე ამ შეცდომაზე იოლად იპოვის, რომ მას აიძულო შენი აღარ ჯეროდეს. ვიდეს ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, იმიტომ რომ სხვანაირად სრულიად შეუძლებელია ისწავლოს აზროვნება და ისწავლოს ძებნა. აბსოლუტურად სულ ერთია ის ჩემს მიწოდებულ იდეას დაუჯერებს და გაიზიარებს, რომელიც ჩემი აზრით კარგია, თუ ნებისმიერი სხვის მიწოდებულ იდეას. და რამდენი მასწავლებელი ფიქრობს და იქცევა ეგრეთ თქვენ ნებისმიერ სხვის მიწოდებულ იდეას, რომელიც მე ვთვლი რომ ცუდია. ამას არავით არ მნიშვნელობა. ანუ არ დაექვემდებაროს ინდოქტრინაციას. თავარია მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თვითონ აირჩიოს, თვითონ ააგოს ლოგიკური ჯაჭვი. ეგეუნებით ამისთვის ყველაზე უფრო იოლი ხერხი ეს არის ჰაგიოგრაფია და ვეფხისტყაოსანი. როდესაც შენ შეგიძლია მთლიანად მოსპო ის ჩამოყალიბებული სამყარო, რომელიც აქ მოსწავლეს, ესეთი ძირითადად როგორებიც აქვთ ხოლმე და მოსპო კარგი გაგებით თუ არა მთლიანად მოსპო, როგორი გაგებითაც გინდათ ისეთით. მთლიანად გაანადგურო და კი ბატონო, მთლიანად გაანადგურო და შეუცვლო და როგორ გითხრათ, დააწყებინოთ თავისი საკუთარი აგება. აი ვთქვათ, ანუ ეჭქვი თუ დავწყებ შუშანიკის სწავლებას, ეს არის შესაძლებელია და კარგია. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არაფერი ცუდი ამაში არ არის. მე-10 კლასში რომელია 14-ა? მე-10 კლასი 15. ხო, 15 წლის. ასაკში მათ ამის პოტენციალი ნამდვილად აქვთ. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია, უკვე რამდენი წელია მასწავლი, არ შემხვედრია არც ერთი მე-10 კლასელი, რომელსაც ეგრეთ წოდებულ ვერ გაეკაჩოს შუშანიკის წამება როგორც ტექსტი. თუ კი ეს იქნება მასწავლებელისგან გასაგებია ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი ძალისხმევას მოითხოვს ხა ეს. მოდი დაუბრუნდეთ იმას, რაც თქვით ცოტა ხნის წინ. ანუ ტაბუებს. დიახ. ტაბუ რა არის ამ შემთხვევაში? არა შეიძლება ამ შემთხვევაში არის ძირითადად რელიგიურ პატრიოტული.
თავარი ტაბუ, რომელიც განსაზღვრავს მათ იდენტობას. მოდი მაშინ დაასახელეთ კითხვები, რომელიც ბზარავს ამ ტაბუს და რომლის დასმასაც მოწაფეები ერიდებიან, მაგრამ მასწავლებლის ძალისხმევით შეიძლება დაიწყონ დასმა. პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, რომ შუშანიკი იქნებოდ აბო, იქნებოდ გრიგოლი ან შოთა რუსთაველი გაანთავისუფლოს მათთვის ეს შეთანხმება. აი წინასწარ შედიხარ, ეს უნდა პირდაპირ შეუთანხმდე. რომ ზედმეტი კონფლიქტი მერე შენს მათ მშობლებს და ასე შემდეგ შორის აერიდო თავიდან. რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ლიტერატურულ პერსონაჟზე. და არაფერი საერთო ამ ლიტერატურულ პერსონაჟს მათთვის არ აქვს ეს გურამ ასათიანმა თქვა ერთხელ თავის წიგნში უწერია რომ ძალიან სასაცილო ჩვენ ძალიან სასაცილოდ უყურებთ ლიტერატურას. ისე რა ქვია, არც ერთ ფრანკს თავში არასოდეს არ მოვა სამი მუშკეტერის მიხედვით შეაფასოს რიშელიეს მოღვაწეობაო. ჩვენ დაახლოებით ვაიგივებთ ამას. ერთმანეთთან, ხო, სულ გამოდმებით, ხო, სკოლაში ესე ხდება ხოლმე როგორც ეს. ამიტომ, ხო, ამიტომ კი როგორც მხატვრული ტექსტი, ხო, და ამიტომ ეს უნდა იყოს, ანუ ის იქ უნდა იყოს პერსონაჟი, თქვენს გაკვეთილზე, ანუ გაკვეთილზე ის უნდა იყოს პერსონაჟი, დაცლილი მთლიანად, ანუ ნაწილობრივ მაინც რწმენითი შინაარსისაგან. და ის უნდა წავიკითხოთ როგორც ტექსტი უბრალოდ რა. ტექსტი, სადაც შაბლონებს რასაკვირველი აუხსნი და ეთქვი რომ ეს ამიტომ წერია, თქვა რაღაც კონკრეტული მონოლოგი. ახლა ერთი კითხვა მაქვს კიდე უკვე დაკავშირებული არა სკოლასთან, არამედ პედაგოგიურ და ფილოლოგიურ განათლებასთან საქართველოში, უმაღლეს განათლებას გულისხმობ. უშვებენ ჩვენი უნივერსიტეტები მასწავლებლებს, რომელთაც შეუძლიათ ასე გააგებინონ ტექსტი. არა მხოლოდ ასეთ მასწავლებლებს არ უშვებენ, არამედ მე კეთქვით რომ მაგალითად სკოლის პროგრამა ცდება უმაღლესის პროგრამას. თელრი განსაკუთრებით მე-20 საუკუნეზე როცა არის ლაპარაკი. ეხლა იგი ბუნებრივია. არა, როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მწერალი, რომელიც არ უსწავლია. ძალიან ბუნდოვანია, მეტისმეტად ბუნდოვანია. მე მგონი მან ითვლება, რომ სტუდენტი უკვე დასრული ადამიანია. გასაგებია, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი შეხედულება, როგორ გითხრათ. მე მესმის რომ სწორი შეხედულება, მაგრამ მართალი შეხედულება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მეტისმეტად სარისკო. მეტისმეტად სარისკო. ეგრე ხო შეიძლება წრე ჩაიკეტოს და უნივერსიტეტში ისწავლო ის წერლები, რომელსაც მე ასწავლე სკოლაში და მეტი არაფერი, ნუ მეტი არაფერი ცხადე გადაჭარბება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ მართალი ბრძანდებით, მე ვერ ვიხსენებ იმას უნივერსიტეტში მე სწავლოს როგორ ვასწავლო ლიტერატურა. არა, ეს ხო, ცხადია, ეს თავისთავად საგანი კი იყო, მაგრამ იმ საგნის მიხედვით შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, მე მეორეც უკვე ჩემ დროს აღარც იყო ეს საგანი. არავინ არ ვთქვა და პედაგოგიკის ძალიან ისეთი მათი ბრალი არ იყო ეს უბრალოდ ალბათ ესე გამოვიდა რომ ძალიან ბუნდოვანი კურსი გვეკითხებოდა რომელსაც ჩვენც ძალიან ზერალად უყურებდით იმიტომ რომ არც ერთ 20 წლის ასაკში და 19 წლის ასაკში თავში არ მოგდიოდა რომ შეიძლება სკოლაში შევიდეთ მასწავლებლებსაც ცხადია ხო ეს ძალიან ბუნებრივია ხა მას ადამიანი რომელიც 19 წლის ასაკში აპირებს რომ სკოლაში იყოს მას რამე სპეციფიური მიდრეკილება აქვს კონკრეტულად ამ საქმიანობის მიმართ ან უბრალოდ ოჯახის გავლენა იმიტომ რომ დედა მასწავლებელია მამა და ასე შემდეგ თქვენ იყავით მაგხელა მე ვიყავი ცოტა დიდი ეს იყო უკვე მაგისტრატურაში ვიყავი პირველ კურსზე როცა ხო პირველ მეორე კურსზე როცა მოვხვდი სკოლაში მაგრამ მე უბრალოდ მასწავლებლობის გამოცდილება მქონდა ან მე კერძოდ ვამზადებდი მოსწავლე კი ქართულში რაც იქ საარჩევნო ახსნილების დეპარტამენტში რა ქვია დაწესებულებაში მუშაობდი და არასრულწლოვნებთან და ანუ ეს პრაქტიკა მე მქონდა და არ იყო ჩემთვის უცხო სადაც თქვა 40 წლის და ზოგჯერ 60 წლის ადამიანთან შედიხარ რომელიც ასე ვთქვათ საშიალ სიხდის გარკვეული დანაშაულისთვის და მასე კონტაქტები და ეს ცოტა პატარა პერიოდი არ იყო ეს იყო ჩემ 3 წელიწადი ჩემი ცხოვრების კვირაში 3 ჯერ ძალიან დიდი პრაქტიკაა იმისთვის რომ მე 10 წლის ბავშვს
15 წლის ბავშვი და ზრდასრულ მსჯავრდებულებთან რას მუშაობთ? ეს იყო რაღაც ერთგვარი იქ პროექტი მე ვიცოდი, გიორგი კეკელიძე ეროვნული დღეს ისიც ჩართული იყო, ვიცი რა, ეს იყო არა, ეს იყო შემდეგ, ანუ თავიდან ეს იყო მე გიორგი მუშაობდა თავიდან, მე ასე ვთქვათ, რაღაც ჩვენც ჩავერთეთ ამ ამბავში, თავიდან ის იყო სრულწლოვნებთან ეს ხო რუსთავში და იქ იყო ერთგვარი სარეაბილიტაციო კურსი, ვასწავლეთ რაღაც განცხადების დაწერას, ველაპარაკებოდით ამ თქვათ იმ ადამიანებს, ვინც თქვათ ქართულად არ ფლობდა რაღაც ქართულის ელემენტარულ საფუძვლებს ვასწავლედით, უფრო მეტად სარეაბილიტაციო კურსი იყო, ვიდრე თქვათ მასწავლებლობის ამაღლების. კი, რაღაც კომპიუტერები ჩაგვქონდა ზოგიერთ წიგნები და ასე შემდეგ რა. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ მაშინ ბავშვებს. როგორც მე ვხედავ, ჩვენი ბავშვები და პირველ შევამბობ, იმიტომ რომ მეც ხავს შვილები, რომლებიც სკოლაში დადიან, პატარა რისკის ქვეშ არიან. ძალიან დიდი. ამ ხრივ, იმიტომ რომ მათ შეიძლება და აბსოლუტურად ლაპარაკობ ყველა ბავშვთან მათ შორის შეიძლება გაიზარდონ ადამიანები, რომლებიც აი ხმალამოღებულები დაიცავენ პერსონაჟებს როგორც რეალურ ადამიანებს. და ის მიჯნა რაც ლიტერატურასაც ცხოვრებას შორის აუცილებლად უნდა გაივლოს, რომ ერთიც გაიგო და მეორეც ეს მიჯნა მათ შეიძლება ვერ დაინახონ. მე მახსენდება 12 თუ 13 წლის წინანდელი ამბავი, შეიძლება უფრო მეტისაც. აი ლაშა ბუღაძის ტექსტის სირული ცნობილი ამბავი, როცა საპატრიარქომ გაილაშქრა მისი უბედური რუსი ერქვა მგონი ხო, მის მოთხრობასაც. შალვა ადადიანის რომანის მსგავსად. იმიტომ რომ იქ გამოყვანილი თამარ მეფე აღიქვეს როგორც რეალური ძალიან ისეთი ამბავია ხონებით ეს როგორღაც ამას აი ესეც ერთ-ერთი ტაბუ და სტერეოტიპია ხო? კი, ხარ ეს ჩვეულებრივი გაგრძელება ანუ ტაბუ თვითონ არ იცვლება, უბრალოდ გამოვლინებები სხვადასხვა ტექსტთან აქ უგრძნობინებია თქვენთვის ბავშვებს რომ არა ისო თქვენ დაგინახავთ, არამედ მათ თუ გამოუხატავთ მართლაც სპეციფიკური სიხარული და სიამოვნება ლიტერატურის კითხვით, მაშინ როცა შეხვდები რომ საქმე გაქვს სათამაშოსთან, ანუ პერსონაჟთან და კი ბატონო, მას შეიძლება ხა რეალური პროტოტიპები ჰყავდეს, კინა ისტორიული, კინა თანამედროვეობაში, მაგრამ ის მაინც სათამაშო არის, ხო, ეს არის ავტორის გაკეთებული რაღაცა ფენომენი. ხო, ჩვენი ძალიან მაგარი, მაგრამ მაინც გამოგონილი არსება ბჭყალებში. ანუ თავარი კითხვა რომ ატანენ გემოს მე კი ატანენ, ანუ არიან ადამიანები, ვინც ამას ასე ვთქვათ აღწევენ ხოლმე. აი როგორ გამოხატავენ საინტერესო. ისინი თვითონ როგორ გითხრათ, ძალიან სახეზე ეთყობათ მაშინვე, ძალიან გახარებული სახით იწყებენ ხოლმე კითხვების დასმას ისეთ სიტუაციაში, სადაც რომელშიც ოდესღაც თვითონ იყვნენ. თუმცა სხვა უშვებს, ასე ვთქვათ, იმ ტიპის შეცდომებს ბჭყალებში, როგორსაც თავად უშვებდნენ. თავარი, ასე ვთქვათ, კითხვა, რომელსაც თქვენ ძალიან მითხარით, რომ რას უსვამო და თავარი კითხვა, რომელსაც მე უსვამ ხოლმე ყოველთვის ამ ადამიანებს, განსაკუთრებით ჰაგიოგრაფიასთან და მე-10 კლასთან დაკავშირებით, ვეფხისტყაოსანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ტექსტის სულერთია, არის ესეთი, რომ რატომ შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ ეს ტექსტი? იმიტომ რომ უნდა არ არსებობს. ჩვენ არაფერი არ უნდა, ჩვენ შეგვიძლია არ ვისწავლოთ. ჟანრის წამება და ვიყოთ ისეთივე კარგი ადამიანები, ან ისეთივე ცუდი ადამიანები, როგორც იმ შემთხვევაში თუ ვისწავლით. ამ ხრივ არავით არის ვალდებულება ჩვენ ამ ტექსტის მიმართ არ აგვაქვს, რატომ შეიძლება ვისწავლოთ. როცა ისინი იწყებენ, ასე ვთქვათ, ძებნას პასუხისას, ხო, საბოლოო ჯამში შეიძლება ძალიან საინტერესო პასუხამდეც მივიდნენ. იმიტომ რომ იქ, ეს არის კამათის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი შეიძლება ერთ-ერთი საინტერესო პასუხი მაქვს. არა, კლასიკური პასუხი ის არის, რომ ეს არის რაღაცა ჩვენი წარსული, რომ ეს არის თქვათ, რაღაც კონკრეტული რომელიღაც წმინდანის ცხოვრება და ჩვენ ხო ქართველები ვართ, ჩვენ ხო მართლმადიდებლები ვართ, ეს ჩვეულებრივი პასუხებია, ასე ვთქვათ. და მე ასე ვთქვათ, დიდხანს ისწავლებ ერთი 2-3 თვე ისწავლება ხოლმე თითოეული ტექსტი. რა გბეზრდებათ? სკოლაში როგორ გითხრათ გასაგებია რუტინა ბუნებრივია, მაგრამ იცით გააჩნია რა მე გამიჭირდება თქვა რომ თვალთ მე-10 კლასი ეს რუტინა. აი მე თანხმობით და გეტყვით რომ მე-9 კლასი ეს რუტინა.
გამომდინარე პირველ რიგში სახელმძღვანელოსგან, რომელშიც ქვეყანაზე არაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც კი შეიძლება ადამიანმა გაითვალისწინო, როცა სახელმწიფო რამდენიმეა. ერთი მეორეზე არც თუ უკეთესი შემიძლია გითხრათ. ბილად ამბობთ. ხო, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეხლა, ვიცი, ხო, ისევე როგორც დაბალ კლასებში, მერვეში მაგალითად. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ისწავლოს სულხან-საბა ორბელიანი და მეორე მშვენიერ დღეს შეიძლება მოგიწიოს დავალებად მისცე რეზო ჭეიშვილის რომელიღაც ზღაპარი. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ასწავლო ნუგზარ შატაიძის მოთხრობა და მეორე დღეს შეიძლება უცებ მოგიწიოს ასწავლო აკაკი წერეთლის პოეტი. ანუ არავითარ, ასე ვთქვათ, ხშირად ეს ტექსტები არც თავიანთი მხატვრული დონით, არც სირთულით, არც თემატიკით, არაფრით საერთოდ ძალიან ხშირად ერთმანეთს არებმებიან ხოლმე. და მასწავლებლისთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ იქ რაც ტექსტები უნდა გამოტოვო, ესე ვერ იზამ, ხა მერვე კლასში როცა ან თუ მეცხრე კლასში, მერვეში, როცა ვეფხისტყაოსანი არის გიჭირს ძალიან რთულია. ვერაფერს ვერ აგებინებ ბავშვს. უბრალოდ გამორიცხულია რამე გააგებინო, ერთ-ერთი ის არის, რომ სიტყვებს თუ ასწავლი და რაღაცა ოდნავ რომელიმე სტროფს თქვა ცეპირად მიცემ, რომ რაღაცას დაიმახსოვროს, შეეჩვიოს და სინამდვილეში ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მე-10 კლასში მე ყველაფერი ისევ თავიდან უნდა გააკეთო. გამორიცხულია რომ რამეს ამ მხრივ ეს რამეში ვინმეს გამოადგეს. ისაც თქვა. აი, როცა რომელ კლასშიც ახლა ისწავლება ვეფხისტყაოსანი ამასაკის ბავშვები მას როგორც დიდ პოეზიას გრძნობენ? თუ კი მასწავლებელი გაანთავისუფლებს მათ და თუ კი როგორ გითხრათ ლიტერატურულ ხრიკებს კი არ აუხსნის, გამოაცნობინებს, ანუ ეს არის ძალიან უცნაური თაობა. მათ საუკეთესო შემთხვევაში ისინი თავს ცუდად გრძნობენ როგორც მკითხველები. მაგრამ სამაგიეროდ თავს ფანტასტიკურად გრძნობენ, როცა მკვლევარის და მაძებრის როლში არიან. საკმარისია ეს ხო ახლო მასწავლებელი არა. კლასიკური მკითხველისათვის, როცა მოსწავლე მკითხველია, ან მოსწავლე კლასიკური მოსწავლეა, მისთვის ნებისმიერი ტექსტი შეიძლება იქცეს მოცემულობად. და ის არ გაიხსნება ამ ტექსტებისთვის და გამორიცხულია რომ ეს ტექსტი მასთან მივიდეს და თუ მივა პრიმიტიულად მივა. ბავშვის პოვარობა მაგალითად მიმართებით. კი ბატონო, მაგალითად ნიშნავს იმას, რომ დაანახო პარალელები, დაანახო განსხვავებები, ოღონდ შენ კი არ უთხრა, კი არ უკარნახო. შეიძლება მოუნიშნო ეპიზოდი და უთხრა მოდი აქ ეძებეთ. მოდი აბა იქ ეს იპოვეთ. და იქ ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, brainstorming-ის რეჟიმში გადაიყვანო ეს ადამიანები, მათზე მოახდინო ხშირად საკუთარი საქციელითაც. ასე შოკური ზემოქმედება. თქვენი ერთი წერილი წავიკითხე, სანამ გადაცემაზე მოვიდოდით და ვემზადებოდი. სადაც თქვენ სტუდენტებს შეთავაზეთ, რომ ლელდღუნია და უთარანთქვრივი შეედარებიან ერთმანეთისთვის და მართლა არაფერი ასაღიარებელი აქ არ არის. ეს არის მხოლოდ სიხარულიანი აღმოჩენა, როცა ბავშვი გაძლევს ძალიან არაორდინალურ ინტერპრეტაციას. არა მთლიან ტექსტის, არამედ რაღაცა ცალკეული ეპიზოდის, პერსონაჟის, ფრაზის თუნდაც, ხო? და ის რომ ვიღაცას ლელდღუნია აგონებს თბილისელ ტაქსისტს, ამის გაგონება მე გვიზიარებ თლიან თქვენ სიხარულს, რაც იმ ტექსტში იყო გამოხატული. ეს არ არის დაკნინება, ამას თქვენ გეუბნებით ხადი ამას უფრო ამბობ აი ეს ჰაერში. ეს არ არის დაკნინება არც პერსონაჟის, არც ავტორის, ეს არის ერთადერთი არის ყველაზე მთავარად შეიძლება ეს იყოს, არის საფუძველი მასწავლებლის სიხარულის. გასაკვირველია. მისთავად. რომლის ხელშიც ბავშვმა გაბედა და აი ამ ხელა დიაპაზონში დაინახა ორი ფენომენი. ერთად ლელდღუნია, ეს არის 60-იანი წლები, მე-19 საუკუნის და 150 წლის შემდგომი თბილისელი ტაქსისტი. რომლის პათოსი შეიძლება ემთხვეოდეს ლელდღუნიას ასე იმით, რომ აი ყველაფერი წარსულშია კარგი დარჩენილი და წოში კიდე არაფერი. მაგრამ ჩვენ ესა მობეზრებაზე მე გაგაწყვეტინეთ მე მგონი არასწორ ადგილას, არასწორ ვქენი რომ გაგაწყვეტინეთ, იმიტომ რომ ლაპარაკობდით ბავშვებზე როგორც მკვლევრებზე. ხო, თუ ისინი
როგორ გითხრათ. მოკეთ აღმოჩენების სიხარულზე ვლაპარაკობ. ხო, აღმოჩენების, აი თუ ისინი მაგალითად აი რატო ვიძახი რომ მე-10 კლასი ამისი კარგი ის არის რა ქვია, საშუალება, ამიტომ რომ შუშანიკის წამება თვითონ როგორც ტექსტი ძალიან დიდ ლიტერატურულ საფუძველს იძლევა ინტერპრეტაციებისთვის და როგორც კი, ასე ვთქვათ, ეშმაკურად დასმული კითხვით შენ მოსწავლეს აიძულებ რაღაცა კონკრეტულ ფრაზაზე, რომელიღაც კონკრეტულ დეტალზე იფიქროს არასტანდარტულად, ისინი მათ მაშინვე უფლებათ აღმოჩენის გრძნობა, იმიტომ რომ მათთვის რაღაცეები იხსნება. ძალიან ისეთი საინტერესო რაღაცები კონკრეტულ პერსონაჟებთან დაკავშირებით. იქნება ეს კაცი ერთი სპარსი, რომელიც ყველაზე მეტად უყვირთ ხოლმე, იქნება ეს, რა ქვია, ჯოჯიკი, იქნება ეს ვარსკენი, არა აქ ახლა კონკრეტული მნიშვნელობა, იგივე ვთქვათ, სხვა შორის აბოს წამება ყველაზე ნაკლებ საშუალებას იძლევა ამისას, ალბათ იმიტომაც რომ ის ჩაფიქრებული არ იყო როგორც ლიტერატურული ტექსტი. სხვა მიზნით არის დაწერილი, საუკეთესო ასე ვთქვათ, ვარიანტი არის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც, ვეფხისტ ყაოსანით, შედარებით ასე ვთქვათ, რთული აღსაქმელი მათთვის არის ყოველთვის, აი ამ ტექსტების მერე თუ ასე ვთქვათ, სწორად წაიყო აი მოსწავლეს პირობითაც სწორად, ხო? აი მერე სულხან-საბა უკვე ცოტა რთულია. იმიტომ რომ იქ უკვე მოცემული სიბრძნეებია, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული, რასაც აი ეს თუ გადააქციე მაძიებლად ეს მოსწავლე მე იმას ხო ის უკვე მისთვის ცოტა რუტინაა, თუმცა სულხან-საბას სიბრძნეს როისა მოკლე მონაკვეთს იკავებს, ასე რომ უცებ რჩება ხოლმე როგორც ეს. ხო, მე კი მგონია რომ სულხან-საბა არის შეიძლება შეთავაზოს როგორც ძალიან მაგარი ნიმუში ლაკონიური წერის. ქართულ წერილობაში რა თქვინა ამაზლაბად გასაგებია ხა ეს რა რანგის ოსტატობასთან გვაქვს საქმე თან 300 წლის წინ. მოდი ახლა ბავშვებს და სკოლას შევეშვა და თქვენ მინდა გითხოთ თქვენს წერთ ხოლმე აი რა გაწერინებთ? რა ემოცია, რა განცდა, რატო გინდებათ წერა? ამბობენ რომ წერა არის რაღაც ნევროზებისაგან გათავისუფლების საშუალება და აწუხებს ნევროზების უფრო ხო არა ნევროზების უფრო მეტად. ხო, სანამ იმას ვიტყოდი, იმას რაც მინდა და მეთქვა, რომ ისა, მაგრამ სკოლასთან დაკავშირებით ისე რომ დღემდე რატომღაც ჩვენი სკოლაც, ყველაფერი სისტემა ვერ გათავისუფლდა ერთგვარი შეზღუდულობისგან, რომელიც უკავშირდება ჩვენს მე-20 საუკუნეს. და ჩემი აზრით ის ფაქტი რომ მე-12 იქნებ განვარტოთ რა. აი მაგალითად შეზღუდულობა და მე-20 საუკუნე ერთად რას ნიშნავს? ხო, ანუ ჩვენ სწავლობთ, ჩვენ დღევანდელი ქართული სკოლა ძალიან ვიწროდ უყურებს მე-20 საუკუნეს. არა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მთელი რიგი ავტორები, ასე ვთქვათ, შეიძლება ისწავლებან, არ ისწავლება სკოლაში, ეს სხვა თემა. არამედ იმის გამოც, რომ მაგალითად ქართული მოდერნისტული ლიტერატურა ძალიან უფრთხის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება რატო? საიდუმლოდ არ რჩება, მაგრამ რას შეიტანეთ მაგალითად? ეხლა შეიძლება ბევრს არ აქვს ყურადღება მიქცეული, მაგრამ ამ წელიწად ნახევრის წინ ყველგან ამბობ ხოლმე, იმიტომ რომ მე ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. მოხდა ძალიან საინტერესო რამ, ერთი შეხედვით მცირე თითქოს, მაგრამ საინტერესო. თავის დროზე როცა თქვათ შეიცვალა ეს პროგრამა ისევ ასევე ოდნავ, ხო? შიგნით ჩაემატა ისეთი ავტორები და ისეთი ტექსტები, რომელიც ცოტა არ იყოს არასტანდარტული იყო. მაგალითად, პაოლო იაშვილის რამდენიმე ლექსი, კოლაუნ ადერაძის 25 თებერვალი, მიხეილ ჯავახიშვილის ლამბალო და ყაშა. ტექსტები, რომელიც იქამდე არასოდეს არის იგი ქარჩხაძის ტექსტები, რომელიც იქამდე არასოდეს არ ისწავლებოდა ქართულ, ასე ვთქვათ, სკოლაში. ხო, შემთხვევაში ჩემ დროს ნამდვილად არ ისწავლებოდა. დღეს ეს ტექსტები ისევ აღარ ისწავლება. მე ხშირად არ ვიკავებ ხოლმე თავს საკუთარი ვარაუდების გამოთქმისაგან, მაგრამ ჩემთვის პირადად როგორც მასწავლებელისთვის ძალიან უცნაურია, რატო შეიძლება ვინმეს ანუ რატო შეიძლება მოუნდეს მესმის, მაგრამ რატო შეიძლება მოუნდეს ვინმეს პროგრამიდან მიხეილ ჯავახიშვილის რომელიმე მოთხრობის ამოღება უკვე შეტანილის. თქვათ, შეიძლება რა დარჩა ჯავახიშვილის?
ჯაღოს ხიზნები. რატო შეიძლება იმეს მოუნდეს თქვათ 25 თებერვლის ამოღება, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ქართულ პოეზიაში, თუ კი პოეზიას ვასწავლით, ამაზე უფრო რთული და საინტერესო ლექსი ძალიან რთული მოსაძებნია. პავლოიაშვილის წერილი დედას რატო შეიძლება ამოვიღოთ. ამ თქვათ ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა რატო არ ექვემდებარება ჩანაცვლებას ყაზბეგის ნებისმიერი სხვა მოთხრობით. ხო, ეს ძალიან ისეთი საკითხებია რა, როგორ გითხრათ. ჩემი აზრით ცოტა ღრმა დაკვირვებას მოითხოვს რა. მე მგონია რომ გისმენთ და მგონია რომ თვითონ მასწავლებელთა თემს აკლია. ურთიერთქმედება ერთმანეთთან და არ ვიცი ხა შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ის ვინც განაწყვეტილებებს იღებს, ის მიიჩნევს მასწავლებლებს ძალად, ოღონდ ურჩევნია რომ ისინი იყვნენ ინერტულად, ხო? ეს ესეთი პროფესია, რაც საარჩევნო რესურსია პოლიტიკური და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ ფონზე ამ გაქვავებული ურთიერთდამოკიდებულების კონტექსტში სრულიად ჩაკარგულია ის ასაც რაც ახლა მომდის თავში აზრად რომ შეიძლება იყოს აქტუალური, შეიძლება გააქტუალურონ მასწავლებლებმა. ეს არის სწავლების შინაარსი, ეს არის მათი წინააღმდეგები წასული განათლების სამინისტროსთან და იმ ადამიანებთან, ვინც იღებენ განაწყვეტილებას პროგრამის ფორმირების შესახებ. მახსოვს, როდესაც განათლების რეფორმა 2004 წელს იწყებოდა, იქ ბავშვებს შეეკითხნენ რა შეიძლება იყოს მათი სწავლის მიზანი, ხო და განათლების ეროვნული მიზნების ჩამოყალიბებაში ამანაც რაღაცა წვლილი შეიტანა, ხო? ბავშვების დაფორმულებული, ბავშვების მოწოდებული იდეების კვალადაც დააფორმულეს ეს. მე მესმის ახლა ბავშვს ვერ კითხავ რისი სწავლა უნდა, იმიტომ რომ მას შეიძლება ნაკლები წარმოდგენა ჰქონდეს ლიტერატურულ პალიტრაზე, მაგრამ ეს შეიძლება კითხო მასწავლებლებს. და მასწავლებლებს რო კითხო, მასწავლებლება თვითონ უნდა ისურვონ, რომ კითხონ მათ ეს. თვითონ უნდა აქტიურობდნენ. მე ისმის, რასაც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, მართალი ხართ, უბრალოდ მასწავლებლობა თვითონ არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პროფესია, რომელიც მთლიანად როგორ გითხრათ, ერთგვარად შლის და ფიტავს იმ ადამიანს, ვინც ამ პროფესიაში არის. მისგან მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ნერვებს და ასე შემდეგ. ამას ემატება, თქვათ, სოციალური საკითხი, რომელიც ხშირად დგას ხოლმე დღის წესრიგში, შეიძლება სწორად, შეიძლება არასწორად, ეს სულ სხვა თემაა. ამიტომ მე რთულად წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში მასწავლებელთა რაღაცა ესეთი მასობრივი ჯგუფი, რომელიც რა თქმა უნდა არიან ესეთი მასწავლებლები, არიან ბუნებით ესეთი ადამიანები, უბრალოდ ალბათ მე არ მივეკუთვნები მათ რიცხვს. ჩემთვის თქვათ, რაც სხვა რაღაცები შეიძლება იყოს. თქვენი სამოქმედებელი გაქვთ და იქ ხო, იქ უფრო ისე როგორც მე გაჩნიათ საჭირო. მაგრამ მე მგონია რომ არის რაღაცები, რაზეც უბრალოდ არსებობს, არ ვიცი ამას ახლა სწორად ვამბობ თუ არა, მაგრამ ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სისტემური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემი ღრმარწმენით რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მათ შორის პროგრამის შედგენისასაც, მათ შორის ტექსტების დამატებისასაც ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო და ეს იყო ერთმნიშვნელოვანი იყო, აი ყველა ამას ხო არაფერი ის არ უნდა, ამას არ ჭირდება დიდი ლიტერატურული ცოდნა, რომ მასწავლებელია ნებისმიერი ადამიანი მიხვდეს, რომ როცა სკოლის პროგრამაში შეგექლა ამბალო და ყაშა, მაშინ როცა თქვა თეორიულად შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილს უკეთესი ნაწარმოებები აქვს. ხო, ეს არის სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. ანუ მე, წინააღმდეგი კი არა ვარ ამ პოლიტიკური კონიუნქტურის, რა თქმა უნდა შეიძლება არსებობს ესეთი ლიტერატურაც და ცხადია მას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, როცა იღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, ზედა ეშელონში, არ არის არავითარი პრობლემა ამის, მაგრამ ამავე დროს საინტერესოა, რომ ამ ტექსტის ამოღებაც, ისე როგორც სხვა ბევრი შეიძლება მოდერნისტული ტექსტის ამოღებაც, დაკავშირებული იყოს რაღაც სხვა გადაწყვეტილებასთან, შეიძლება წინასწარ განზრახულთან, შეიძლება არაწინასწარ განზრახულთან, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან საეჭვო და არც ისე ჯანმრთელ მე-20 საუკუნეს გვაძლევს ჩვენ როგორც მასწავლებლებს, რომელიც ბავშვებს უნდა ვასწავლოთ. ძალიან დიდი მადლობა, მე მქონდა თქვენთან სხვა კითხვებიც დაკავშირებული თქვენს თარგმნილობით საქმიანობასთან, რედაქტორულ საქმიანობასთან, თქვენს პუბლიცისტიკასთან, ესეისტიკასთან, მაგრამ ამოგვეწურა გადაცემის დრო და თან
თუნდაც თუ დამეთანხმებით, მიმაჩნია, რომ ეს ასპექტი თქვენი საქმიანობის, მრავალმხრივი საქმიანობისა სამასწავლებლო არის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით. ამოების ბაზარი ამით დამთავრდა. ჩვენი სტუმარი იყო ზაალ ჩხეიძე. მომავალ სამშაბათამდე.